დიდი ბრიტანეთის საზღვაო ადმინისტრაცია იუწყება, რომ სრუტეში კიდევ ერთი გემი დაუდგენელმა ჭურმა დააზიანა. საოცარია ის, რომ ჰორმუზის სრუტე ჩვენ არ გჭირდება. გჭირდება, არ გჭირდება. საერთოდ არ გჭირდება. არ გჭირდება. ჩვენ იმდენი ნავთობი გვაქვს. ჩვენს ქვეყანაზე ეს არ მოქმედებს. ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. ჩვენ ორჯერ მეტი ნავთობი გვაქვს, ვიდრე საუდის არაბეთს ან რუსეთს. და მალე სამჯერ მეტი გვექნება. ჩვენ გავაგზავნებთ სამხედრო გზით. საჭიროების შემთხვევაში გავანადგუროთ მათი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ისინი ცდილობენ გამოიყენონ საერთაშორისო საზღვაო გზის უკანონო კონტროლისთვის. კიდევ ერთი საკითხი ამაზე. ეს მხოლოდ შეერთებული შტატების პოზიცია არ არის. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება. გაეროს რეკორდის მიხედვით 153 ქვეყანამ დაგვეთანხმა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. თუნდაც ჩინეთის მთავრობამაც კი განაცხადა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ გადასახადები ან მოსაკრებლები. ნახეთ მეგობრებო, ირანი ცდილობს აჩვენოს, რომ ბერკეტი აქვს. ის ცდილობს გააკონტროლოს ჰორმუზის სრუტე და აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაადგილება იმ მარშრუტებით, რომლებიც არ არის განსაზღვრული სპარსეთის კურის სრუტის ადმინისტრაციის მიერ, არ გავრცელდება უსაფრთხო გავლის გარანტიები. მოусმინეთ ამას. თქვენ უახლოვდებით ჰორმუზის სრუტეს. გიბრძანებთ დაუყოვნებლივ დატოვოთ ეს ტერიტორია. თქვენ უნდა შეცვალოთ კურსი ახლავე და გადახვიდეთ ლატაკიის კუნძულის ჩრდილოეთით. თქვენ იმყოფებით ჩემი რაკეტის მოქმედების არეში და შეიძლება გადიახსნათ ცეცხლი. დასრულებულია.